დღეს არის კვირა დღე. ესეთი ამინდი გვაქვს მოღრუბლული. დღეს პირველ ნახევარში წვიმდა, ეხლა გადაიღო, მაგრამ მაინც ესეთი მოღრუბლულია. დღეს მივდივართ ისევ ქალაქის ცენტრში. რაღაცები უნდა დავათვალიეროთ და თქვენც გაჩვენებთ. ეს ულამაზესი ხმები გესმით ალბათ. ჩიტების ხმები. და ლამაზი ბუნება. და წყნარი ქუჩები. უნდა დაგვეთვალიერებინა რეალურად მზიან ამინდში, მაგრამ წვიმიანი მოგვიწია რომ გვენახა პირველ ჯერზე და მე რა თქმა უნდა მზიანსაც მოვინახულებთ ხოლმე. ამ პარკის დათვალიერება გვირჩია ზუსტად მახსოვს პაატას ბიძამ ბუდაპეშტში რო ვიყავით ძალიან ლამაზ პარკში, მაშინ გითხრა რომ ესპანეთში რო ჩახვალთ აუცილებლად მარიას პარკიც ნახეთო და აი მოვედით. პაატას ბიძას ვურეკავთ ახლა. რომ აქედან ჩავერთოთ საიდანაც გვირჩია. გახსოვს ბუდაპეშტში რო ვიყავით და ნახეთ სად მოვედით? ჯერ არა. შემოხვალ თუ არა ძალიან მალევე არის უკვე ეს მოედანი და რო ჩამოვედით მალევე გვაჩვენა მაიკომ მოგვიყვანა დაგვეთვალიერებინა. ძალიან ლამაზია. გადაიღო ნელ-ნეო. და პირველად რო ვიყავი არ მისაუბრია, ამიტომ ეხლა გავაკეთოთ პატარა მიმოხილვა. ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ესპანეთის მოედანზე, ესე ჰქვია ამ ადგილს და აშენდა 1914-1928 წლებში. მიზანი რისთვისაც აშენდა ეს მოედანი იყო ის, რომ ეჩვენებინა ის ძალიან მჭიდრო ისტორიული კავშირი, რაც არსებობს ესპანეთსა და ლათინო ამერიკულ ქვეყნებს შორის. თუ დააკვირდებით, ესე ნახევარწრის ფორმა აქვს მოედანს, აი ნახეთ, რაც იმას გულისხმობს, რომ ესპანეთი ღიაა ამ ქვეყნების ისტორიისკენ და კულტურისკენ, ანუ იღებს და ითვალისწინებს მათ. ასევე შეამჩნევდით, რომ არის 4 ხიდი, აი ნახეთ 1, 2, 3 და მეოთხე იქ. ეს ესპანეთის ისტორიულ სამეფოებს განასახიერებს. ეხლა ჩვენ გადავდივართ მესამე ხიდზე. ძალიან პოპულარული ადგილია. იმ დღეს საქორწინო გადაღება იყო, წყვილების გადაღება ეწყობა ხოლმე, ეხლაც არის ფოტოგრაფები ძალიან ბევრი არიან, შეგიძლია ფოტოები გადაიღო. აი ეს წინაზეც ვნახეთ, აქ პატაწუნა ესეთი მდინარე, თუ შეიძლება ამას დავარქვათ, არის გაკეთებული იმისთვის, რომ გაისეირნოთ ნავებით. იმ დღეს რო ვიყავით, კარგი ამინდი იყო, მზიანი და შესაბამისად ნავებიც იყო და დღეს რახან წვიმს, მოღრუბლული ამინდია, ნავები არ არის. ამიტომ თუ ნავით გასეირნება გენდობათ, ჯობია რომ მზიან ამინდში მოხვიდეთ. აი უშუალოდ აქეთ ამ მხარეს, მოედნის კედლებზე არის განთავსებული ესეთი კერამიკული ფილები, რომელიც ესპანეთის სხვადასხვა პროვინციას წარმოადგენს. აი მაგალითად ეს წარმოადგენს გრანადას. და აი რა არის გრანადისთვის დამახასიათებელი ისტორიული ფრაგმენტი არის გადმოცემული და შესაბამით ფერებში არის გაფორმებული. აი ესე არის სულ თელს კედელზე და ულამაზესი სანახაობაა. აი ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, მოვედით. აი ეცლება ფერი. და ესე გადადის განათებები. ძალიან ლამაზ ადგილას მოვედით. ესეც ერთ-ერთი სიმბოლო არის სევილიის. ნახეთ რა სილამაზეა. და იცით რა მხელა? აი ნახეთ. ესე იგი მეგობრებო, ამ ადგილს ჰქვია სეტას დე სევილია და მსოფლიოში ყველაზე დიდ ხის კონსტრუქციად ითვლება. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს იყო ხისგან შექმნილი და შოკი გქონდა რომ გავიგეთ, იმიტომ რომ აი არ ვიცი, ძალიან ბევრი არის ნაშრომი და ნაწვალები. 2011 წელს შეიქმნა და სოკოს ფორმა აქვს. აი თუ დააკვირდებით, დაახლოებით სოკოს მსგავსი ფორმა აქვს, მაგიტო ჰქვია სეტას. შიგნით ყოფილა რაღაცა დიდი ცენტრი, არ ვიცი ახლა რამდენად ფუნქციონირებს, შევალთ და ვნახავთ. ნახეთ რა სილამაზეა. მივდივართ ახლა მეტროსკენ ბრუნდებით და დღეს ამდენი სიარულის შემდეგ მაინც საღამოს 10 საათზე მოვედით დარბაზში. პაცია უნდა წავივარჯიშოთ, კარდიო გავაკეთოთ, გაწავლობი და ეკა. აი ესეთი რაღაც დგას ჩვენთან დარბაზში და ახლა ეს ავიღეთ ჩვენ, აბა გასინჯა. ბლადორეინჯი აწერია. იმედი ენერგეტიკი არ არის. ძალიან გემრიელია.
არ ვიცი მართლა ვიდეო დავარჯიში თუ აი ამ ბოთლის ხათრით მოვედი. არ მოიწყინო, კაი? საღამოს გაგასეირნებთ, კაი? ეხლა სავარჯიშოდ წავალთ, მოვალთ და გაგასეირნებთ, კაი? ვივარჯიშეთ, მეგობრებო. უკვე პიკის საათი იწყებოდა და მოვასწარით ვარჯიში და გამოვასწარით დარბაზიდან სანამ ხალხი თაისებოდა და დღეს მოვედით მასში. საკვები პროდუქტები გამოგვერია. უნდა დავამარაგოთ და დღეს გადავწყვეტეთ, რომ მასში დავამარაგოთ. თან გაჩვენებთ, როგორი ფასებია, რამდენად კარგია, Lidl-ზე მეტად მოგვეწონება თუ არა და მოვალთ ხოლმე თუ არა. საკმაოდ დიდი მასი არის, ნახოთ აბა. დავდივართ ახლა და არ მოგწონს მასი, იმიტომ რომ მოუწესრიგებელია. ძალიან ბევრი პროდუქტი არის დასწრილი, ხილბოსტანში გაფუჭებული რაღაცეები ეწყოთ და არ მომეწონა ეგ და თან ხამონების სუნი დგას მთელს მაღაზიაში და მე მგონი ისე გავალთ აქედან რომ არაფერს არ ვიყიდით. აი აქ ახლა ყველაფერი მოწესრიგებული ჩანს, მაგრამ აი ტუნას ყიდვა გვინდოდა და ტუნას შეფუთვა იმდენად დასრული იყო, რომ ისეთი თავეჭდება დამრჩა, რომ არ ვიცი, ალბათ ძალიან დიდი ხანია ეგრე დევს და მე სხვა რაღაცეებიც არ ვიდა რომ ვიყიდო. ისე გამოვედით მასიდან, რომ არაფერი არ გვიყიდია და წამოვედით ისევ ჩვენს Lidl-ში. საბოლოოდ მე მგონი აქ მივეჩვევით სიარულს და სულ აქ ვივლით ხოლმე. აი ეს არის პროდუქტი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ეგრეთ წოდებული binge eating-ის დროს. ანუ როდესაც დიდი ხნის მანძილზე იცავთ სწორკვებას, ან შეზღუდული გაქვთ ტკბილის მიღება და ასე შემდეგ და მე ერთიანად ძალიან გინდებათ რაღაცა ტკბილი, აი ეს მთლიანიც რო შეჭამოთ და მთლიანი გულისხმობს 600 გრამის შეჭმას, იმიტომ რომ თითოეულ შეფუთვაში არის 100 გრამი და აქ არის 6 შეფუთვა. თქვენ მიიღებთ მხოლოდ 6 კალორიას, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს მხოლოდ 1 კალორია აქვს. რახან წინაზე დამიწერეთ, რომ გაგვიზიარე ხოლმე დაბალკალორიული საკვები, იმიტომ რომ ზოგიერთი ჩვენგანი ცდილობთ დაკლებასო. გიზიარებთ, ესე იგი 100 გრამზე ამ პროდუქტს აქვს 99 კალორია. ძალიან ხშირად შემხვდა უკვე აქ ყოფნის დროს და ვერ დავამუღამე ჯერ რა არის, ამიტომ მინდა რომ კიდე ერთი შანსი მივცე სახლში წავიღოთ და მოვამზადოთ და ნახოთ რა არის. დავსერჩავ და გავიგებ, თუ ვინმე მიცით, დამიწერეთ კომენტარებში. და კიდე აი ეს უნდა წავიღოთ დღეს. აი ესეთ შეფუთვაში არის A კატეგორია, ესე აწერია, იმიტომ რომ ძალიან კაი ხარისხია და ძალიან კარგი შემადგენლობა აქვს. ნახეთ, 100 გრამზე აქვს მხოლოდ 63 კალორია. თითოეული შეფუთვა ახლა აქ ხო 6 ცალი შეფუთვა არის მოთავსებული. 100 გრამზე მეტია, 125 გრამია, მაგრამ ეგ სადღაც აიყვანს 80 კალორიამდე, მეტი არ ამგონია. ესე გამოიყურება, Griego აწერია. Milbona არის ბრენდი, რომელიც აწარმოებს. აქვე ვნახე დიდიც და მოდი ახლა შევადაროთ კალორიები. ესე იგი 100 გრამზე ამას აქვს 63 კალორია, 100 გრამზე ამას აქვს 58 კალორია. ესე იგი ნაკლებია. თან შეფუთვაც უფრო დიდია, ხო? ეს 750 გრამიანია, ეს 1 კილოგრამია. ესე ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება. მაშინ მოდი ამას ავიღებ. აქ კიდე ორნაირი შეფუთვა დევს, აი ესეთი დევს კიდე, მოდი ვნახოთ ამას რა წერია. 100 გრამზე ამას აქვს 146 კალორია, ბევრად უფრო მეტი, ამიტომ არჩევანს გავაჩერებ აი ამაზე. აქვე აი ასეც გადავუღებ, რო არ აგერიოთ, ნახეთ როგორ გვანან შეფუთვებით ერთმანეთს, თუმცა ამას აწერია 2% და light-ი აწერია. აი აქ. და ეხლა შემადგენლობაში გაჩვენებთ, რას გვაძლევს ეგ light-ი, აი რა ცვლილებას გვაძლევს. მოიცა? აი 100 გრამზე ამას აქვს 121 კალორია. Lights 100 გრამზე აქვს 58 კალორია. ანუ აი ფაქტობრივად ორჯერ მეტი კალორია არის ეს. უბრალოდ თუ არ დააკვირდები, ვერც მიხვდები რა, იმდენად მსგავსი შეფუთვებია და ამიტომ დააკვირდით. ეხლა ავიღოთ ჩვენ ეს. ესე იგი, მეგობრებო, ჯერ მივდივართ დარბაზში, უნდა ვივარჯიშოთ და შემდეგ მივდივართ დღეს პატას ბიძაშვილის ბავშვების დაბადების დღეზე. ბაძაზუნები არიან და კიდე უფრო ბაძაზუნა, რომელიც არის იმის დაბადების დღეა დაიანასი და გაჩვენებთ რა წავთ. დასუნა. ვარჯიშობ და თან იმ ვიდეოს უსმენ წინამორში რომ გაჩვენებ. დავასრულეთ ვარჯიში, ველოდები ახლა პატას. სხვადასხვის ჩვენ ორს შორის პატას ყოველთვის მეტი დრო სჭირდება ხოლმე იმისთვის, რომ გამოიცვალოს და გასახდელიდან გამოვიდეს, ამიტომ ძირითად შემთხვევაში მე ველოდები ხოლმე. ესე იგი, სანამ გასახდელში ვიყავი, ერთი გოგონა შემოვიდა, რომელიც მანამდეც შევამჩნიე, ფაქტობრივად ერთ სივრცეში ვარჯიშობდით და
ჩემი დამტრეული ესპანურით ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზი სხეული გაქვს თქო. და როგორც გავიგე, რაც მიპასუხა, მეც ზუსტად იგივე უნდა მეთქვაო და გავიცანით ერთმანეთი. და მკითხარ ისთვის რომ ყავი ჩამოსული, ეგონა რომ აქ სამუშაოდ, დარბაზში სამუშაოდ ვიყავი ჩამოსული, მეთქი არა, საცხოვრებლად გადმოვედი და ჯერ არ მაქვს სამსახური მეთქი და მე მკითხა რამდენი ხანია აქ ხარო და 3 კვირა მეთქი, ეგრო ვუთხარი, კომპლიმენტი მითხრა, უკვე კარგი ესპანური დაგიგროვებია თუ რაღაც ეგეთი მითხრა და დავიმშვიდობე, hasta luego ვუთხარი, რომ გამოვედი და ისეთ ბედნიერი ვარ. რაღაცას ვახერხებ ხალხო. Flat nulზე არა ვარ მე მგონი. ოედით. აი ეს ქალბატონი არის იუბილარი. აი ესე გამოიყურება ბარი, ძალიან კაი გარემოა და ძალიან მომეწონა. ეხლა დღის საათები არის და აქ ბევრი ხალხი არ არის, უფრო მეტად გარეცხედან, მაგრამ საღამოობით ძალიან ბევრი ხალხი არის ხოლმე. ესეთი კარგი საყვარელი გარემოა. ეხლა უნდა გაგვიკეთო ნატურალური წვენები და მე ჩვენს დავაგემოვნებთ. აქეთ რა ხდება გაჩვენებთ. გარეთ ისევ წვიმიანი ამინდია არა და არ გადაიღო ამ წვიმამ. ხემი, ტკბილები. No. აქეთ არის ბავშვების სივრცე. შესაბამისად მშობლები რომ მოვლენ შეუძლიათ რომ აქ შემოიყვანონ ბავშვები და ყველაზე მაგრად იცით რა მომეწონა? ეს გოგონა ეხლა თეთრი მაისური რო ეცვა არის ბავშვების, ანუ ბავშვებს აქცევს ყურადღებას რა, რომ არაფერი მოიჭროს, არაფერი დაიშალოს. შესაბამისად, მშობელს შეუძლია რომ იყოს ძალიან თავისუფლად რა და ძალიან მაგარია ეგ. აი ჩვენი წვენები, რა ლამაზია. ეხლა მოვერტავ ეს არის ნახეთ, აი ეს წვენები არის აქ და მე ავარჩიე ეს კონკრეტული, იმიტომ რომ ანი მითხრა რომ ყველაზე მეტად ეგ მიყვარსო. და მეთქი ივენტები შენს გეოვნებას ნახთაბა. საგემრიელია. მე ჩემი უფრო მომეწონა, პატას თავის უფრო მოეწონა, იმიტომ რომ ეს უფრო ტკბილია, ეს უფრო მჟავეა და მე ანის უთხარი უფრო მჟავე რომელიც გიყვარს ეგ მეთქი და ზუსტად შეგვირჩია. Se llama congelar. Cuando digas la palabra, tú te tienes que poner solo un poco. Tendrás que debes estar muy atento. El equilibrio, no te vayas tu verano. Ya sé que tú felicito a todo el mundo que se quede congelar. Habéis hecho increíble, ya os la sabíais, ¿verdad? Hombre, que lo habéis hecho súper bien, impresionante, madre mía. Bueno, pues ahora yo creo que sí, mira, te están ahí chocando a una y a todos. Claro, corre, chócale. Pero ahora, Mini, ¿tú qué dices? ¿Tampoco? Que sí, porque no se van a reír, que no voy a reír. Porque Miki y Mini van a mucho con... აი იუბილარები ნახეთ როგორ ერთსაირებიან შეერთ. Pero, uy, no le dé la hormiga que le asusta a Mini, pobrecita, que este niño tiene muchos bichos. Uy, el señor de los bichos. Paco, Pedro de la... Me quito. საჩუქრების გადაცემის დროა დაიანასთვის და გოეს. წელიწადში ორჯერ აქვს დაბადების დღე, იმიტომ რომ ერთ სარაზმოს არ აქვს ორივე ცენტრო. ძლივს გამოვიდა ამდენი დღის შემდეგ მზე და გამოვედით ისევ ქალაქში. ეხლა მივდივართ ერთი სასახლის დასათვალიერებლად, რომელსაც ასევე გაჩვენებთ, მაგრამ ეს ვლოგი სავარაუდოდ ძალიან პატარა იქნება და
თუ ვინმეს გქონდათ იმის მოლოდინი, რომ რამდენი ხანია ხათოს ვლოგი არ დაუდიო უეჭველი რაღაცა დიდ სტატებსო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი ამინდები იყო. სულ წვიმა, სულ ქარი, აკრძალული იყო გარეთ გამოსვლა. ნუ, ანუ რეკომენდაცია იყო, რომ არ გამოსვლიყავი რა. ერთი დღით სკოლებით დაკეტეს ყველაფერი. მოკლედ, საგანგაშო სიტუაცია იყო გამოცხადებული და ვისხედით ესე სახში ძალიან მოვიწყინეთ. დღეს გამოვიდა მზე, გამოვედით ჩვენს და მივდივართ კიდევ ერთი ადგილის სანახავად. ამიტომ არ ვიცი ხო რამხელა ვლოგი გამოვა, არ ვიცი, მაგრამ იცოდეთ რომ მაგ მიზეზით Head toward Calle Jose Maria Osborne. Turn left onto Calle Jose. ესე იგი, პირველ რიგში აი ამ ადგილას მოვედით, მეგობრებო. თამბაქოს საწარმო აღმოჩნდა, რამაც ჩვენი გაოცება გამოიწვია, თუმცა დღეს აღარ არის თამბაქოს საწარმო. მე-17 საუკუნეში არის აგებული, მაშინ მაგ ფუნქციით ააგეს, თუმცა შემდგომ შეიცვალა დანიშნულება და დღეს არის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი სევილიის სტუდენტებისთვის. მოძრაობენ ძალიან ბევრი სტუდენტები, როგორც ჩვეულებრივ მიმდინარეობს სწავლის პროცესი და სტუდენტებთან ერთად ტურისტებისთვისაც ღია არის ეს შენობა, რომ შემოვიდნენ და დაათვალიერონ. აქ შეისწავლებოდა ასევე გარკვეული პერიოდი ჭრაკერვა, სხვადასხვა ხელსაქმე და ასე შემდეგ. და ერთი ცნობილი ფაქტი წავიკითხეთ, რომ სერვანტესი, რომელიც არის დონ კიხოტის ავტორი, გარკვეული პერიოდი სანამ ცნობილი გახდებოდა, სწორედ აქ იყო დასაქმებული და აქ მუშაობდა. რა საინტერესოა რა? აი, შემოვედით კიდე. ძალიან ლამაზია. თითქოს ვერ აღვიქვამ როგორც უნივერსიტეტი. რაღაც ისეთი გარემოა უჩვეულო ჩემთვის უნივერსიტეტისთვის. მაგრამ ხო, ფუნქციონირებს ჩვეულებრივად. თან ძალიან ბევრი ტურისტიც არის ჩვენთან ერთად ნახეთ. დაიღალა ხალხი ამდენი წვიმებით და გამოლაგდა ყველა გარეთ. აი ნახეთ, ამის იქით უკვე შესვლა აღარ შეგვიძლია რა, რომ სასწავლო პროცესს არ შევუშალოთ ხელი და უნივერსიტეტში ბავშვებს არ მოვედოთ ფეხებში ამდენი ტურისტი. ამიტომ ხო, გავიდეთ ახლა ისევ გარეთ. აქ პაწაზუნა ესეთი მუზეუმიც აღმოვაჩინეთ. ეზოდან რო გავდიოდით, მარცხენა მხარეს შევმოვიხედეთ და ესეთი ქანდაკებები დავინახეთ პატარა. აი კიდე რა ვნახეთ უნივერსიტეტის ეზოში. ეს არის თამბაქოს სამქოვი, ვავი? ჩემი აზრით. აი, ჩამოყრემის არის. არ შეეხოთო. 1920 წლით თარიღდება. სუნიც კი აქვს, იცი? რაღაც სუნი აქვს. ჩვენ კი მოვედით, მაგრამ რიგი ნახეთ, აი აქედან იწყება, მიდის. აი იქ ვთავრდება. No. მეზერება. რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ნახეთ. აქეთ ჩვეულებრივ შეგიძლია მოინახულოთ ძალიან ლამაზია. ნახეთ რა ლამაზი ადგილია. რა საყვარლობა. ძალიან ლამაზია. ნახეთ აქაც რა ლამაზია. ეს რაღაც პაწაზუნა ადგილები არის ესე შემოსაზღვრული, გარედან სულ შენობები არის გარშემო და ესეთი ლამაზი შადრევნები არის შუაში. ფორთოხლის ხეები, ძალიან კარგი სუნი დგას ამ ფორთოხლების. გარშემო რაღაცეები იყიდება, სუვენირები, გემრიელობები. აი ეს გოგონა ეხლა თებში დგას, რომ რაღაცები გაგასინჯოს. და რა უცალსულობა. აი ეს არის მეგობრებო, სადაც ცდილობდით შესვლას. დღეს არის დაკეტილი. მოიცა რა წერია? Due to weather conditions. კი, ეგრეც ვივარაუდეთ. ამინდის გამო არის დაკეტილი რა, იმიტომ რომ ამ პარკში ძალიან ბევრი ხე არის. ძალიან დიდი პარკია და ერთ-ერთი ულამაზესი ყოფილა ევროპაში და ეთყობა რაღაცა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომ არ მოხდეს ან ტოტი არ მოტყდეს ან რაღაცა, თავს იცავენ და დღეს არის დაკეტილი. მოიცა შეგახედოთ გარეთ. ძალიან ლამაზია. მერე მოვიდეთ არაუშავს, როცა გაიღება.
კიდევ ერთი ისტორიული ადგილი ვნახეთ, ნუ უფრო ლეგენდა უკავშირდება ამ კონკრეტულს. ეს არის გველების ჯვარი, ესე ჰქვია. აი ამ ნაწილებში არის გველი გამოსახული, ნახეთ. და ესეთი ლეგენდა უკავშირდება ამას, რომ ერთ კონკრეტულ ქუჩაზე იდგა, რომელსაც ჰქვია გველების ქუჩა. ეხლა ჩვენ მაგ ქუჩაზე არ ვართ, სხვა ქუჩაზე არის საუბარი და იქ იმ ქუჩაზე ბავშვები რაღაცა გაურკვეველი მიზეზით იკარგებოდნენ. შემდგომ ერთ-ერთი მოქალაქე წავიდა ლეგენდის თანახმად, ჩავიდა მიწის ქვეშეთში და ნახა ეს გველები დახოცა და მათი სხეული წამოიღო და მოქალაქეებს აჩვენა. ამის შემდეგ ბავშვები აღარ დაკარგულან. ეს ჯვარი, როგორც წავიკითხეთ, სწორედ მაგ ქუჩაზე იყო განთავსებული, მაგრამ ვინაიდან ეგ ქუჩა არის ძალიან ტურისტული, ძალიან ბევრი მაღაზია, უამრავი ბარი, რესტორანი და ასე შემდეგ, მოსახლეობამ ჩათვალა, რომ ეს მონუმენტი, ასე ვთქვათ, იყო ხელის შემშლელი და გადმოიტანეს აი ამ კონკრეტულ ადგილას. ეხლა ზუსტად ეგეთ ადგილას ვართ, როგორი ადგილებიც ვნახეთ დღეს, ნახეთ ყველა მხრიდან არის პატარ-პატარა შენობები, აქ მაღალი შენობები არ არის როგორც იცით, შესაბამისად შედარებით უფრო დაბალი შენობებია, 3-4 სართულიანი და შუაში ესეთი ბაღივით არის გაკეთებული და აქ დგას ეს ქანდაკებო. ესეთი ლეგენდა არსებობს მის შესახებ. ჩვენ კი ახლა გავაგრძელოთ გზა. 1 საათში უნდა ვიყოთ სკოლაში და მანამდე თუ რამეს შევხვდებით კიდე საინტერესოს, თან დაგათვალიერებინებთ. 15 წუთით ადრე მოვედით და ზუსტად მაგდენი დრო სჭირდება პროტეინ პუდინგის შეჭმას, ამიტომ სანამ შევალთ შევჭამთ და მე დავიწყოთ. Realmente ya los edificios, los barrios, pero también ha cambiado en este tiempo las personas que viven en Sevilla. Y las costumbres y ¿no? Todo por decir. Cama. Cama. Cama, Sí. pero eso era antes, aquí, en el dormitorio. Ahora estamos con la cama. აქამდე არ მიყიდია ხოლმე ეს რა, დაბალკალორიული ისინი რა ქვია ჟელატინები და ეხლა ავდექი და ვიყიდე, იმიტომ რომ ყველა მეკითხებოდა როგორი გემო აქვსო და ხო უნდა გავიგოთ ბოლო-ბოლო როგორი გემო აქვს, ამიტომ ნახოთ. ვიყიდე, ეს ვიყიდე მერკადონაში, თუმცა იყიდება ლიდლშიც. რომელი გემო გავსინჯოთ, მოდი ამას გავსინჯო. ძალიან არამყარია. გინდა ეს ვიყიდე პირველად რა, ზოგადად იმ მეორეს ჭამ ხოლმე 10 გრამი პროტეინი რო აქვს და ის ბევრად უფრო გემრიელია. ანუ სტრუქტურა იმისი ბევრად უფრო მომწონს, იმიტომ რომ ჟელატინივით არის და ეს სითხესავით არის. ძალიან მსუბუქია რა. ერთი ცალი სავარაუდოდ არ გეყოფათ. 2 ცალი გეყოფათ. მოვედი დარბაზში ჩემი რვეულით, უნდა ვიმეცადინო ის სიტყვები, რაც მასწავლებელმა ჩაგვაწერინა და მინდოდა რომ მეჭორავა თქვენთან რა მოხდა გაკვეთილზე მომეყოლა ცოტა, მაგრამ ტელეფონი აბსოლუტურად დამჯდარი მაქვს, ცოტა ხანით და გაითიშება, ამიტომ ხვალ ვიჭორავთ. ისევ დარბაზში ვარ მეგობრებო, პაატას ველოდები, გასახდელშია და რო გამოვა, უნდა წავიდეთ სპორტულ მაღაზიაში, სადაც უნდა ვიყიდოთ რაღაცეები, თან გაჩვენებთ, დაგათვალიერებინებთ რა ფასებია, რა იყიდება და ასე შემდეგ. ესე იგი, მანამ სანამ მივდივართ ამ მაღაზიისკენ, მოგიყვებით გუშინდელ ამბებს, რა მოხდა სკოლაში, ნახეთ სად ვართ. ცენტრში ამოვედით წვიმს, ულამაზესია უნდა გაჩვენოთ. პირველად ვნახეთ ესე ღამით. წვიმიანი სევილია. ულამაზია. ესე იგი, გუში მქონდა ძალიან საინტერესო გაკვეთილი, ნუ რაც გავიგეთ და რაც გადავთარგმნეთ საინტერესო იყო. ქალაქების განლაგებაზე ვსაუბრობდით, როგორ წარმოიქმნა ქალაქები ცივილიზაციებზე და ეგეთ რაღაცეებზე და უფრო მეტი ჩართულობა რო ყოფილიყო გაკვეთილზე, ჩვენმა პროფესორმა გაგვიყვანა დაფასთან რაღაცები დაგვაწერა და ასევე აინტერესებდა როგორ შეგვეძლო მოსმენილის დაწერა რა. და წინადადებებს კარნახობდა და აინტერესებდა რომელი ასობგერებით ავაწყობდით შემდგომ ამ სიტყვებს, ანუ მართლწერაში როგორ ვიყავით, ეგ აინტერესებდა რა. კარგად გავარჩით თავი, კმაყოფილი ვარ მაგაზე და მე რაღაცებს გველაპარაკებოდა და ძლივს შევაკოწიწე რაღაცა წინადადებები რა და მაგაზე კომპლიმენტი მითხრა მე, იმიტომ რომ მე ვთხარი რომ 3 კვირა აქ ვარ თქო და
3 კვირის კვალობაზეო, ძალიან კაიაო. ერთი მანამდე 2 თვე საქართველოში ვემზადებოდით ხო და კაია ძალიან. გამიხარდა ძალიან. ისე უკეთესი იქნებოდა მართლა მეტი რომ გვევლო საქართველოში ესპანურზე რა უფრო კარგად მომზადებულები წამოვიდოდით. აი ვინც ეხა ვიცი რომ ვიღაცები აპირებთ თქვენ ვინც მიყურებთ და მე პირველ რეკომენდაციას ალბათ მაგას გავცემდი რომ ბოლო მომენტისთვის კი არ მოიტოვოთ როგორც ჩვენ ანუ ვერ ვიტყვი რომ უპასუხისმგებლოდ მოგვივიდა იმიტომ რომ ეგრე გადაწყდა წამოსვლა რა თორე რეალურად გვეგონა რომ 6 თვით ადრე შევედით მაგრამ შესვლიდან სადღაც 2 თვეში უკვე წამოსვლა გადაწყდა ხო და აი კარგი იქნება რომ წამოსვლამდე 6 თვე მაინც იაროთ იმიტომ რომ ეგ მაგრად დამეხმარა მე და ასევე მასწავლებელზე მეკითხებიან ხოლმე მე დავდიოდი და მე და პაატა ერთად დავდიოდით ნინო ბერიძესთან აქაც დავდებ ფოტოს როგორ უნდა ნახოთ ეს ქალბატონი Facebook-ზე მე ვარ კეთილში ვცხოვრობ ნინო მასწავლებელი ვარ კეთილში ცხოვრობს და ძალიან მარტივად მივდიოდით ხოლმე მე და პაატა სახლში ვემზადებოდით და ძალიან კმაყოფილი ვარ რაც მაქვს ასე ვთქვათ პატარა ბაზა და რაღაცები მესმის და ნულზე რო არ ვარ ქალბატონი ნინოს დამსახურება არის ამიტომ დავდებ ფოტოს რომ მაინც იცოდეთ სად დავდიოდით ჩვენ ხო და აი 6 თვე მაგარი იქნებოდა რა 6 თვე რომ მომესწრო ბრუნდებით სახლში ძალიან მოგშვიდო იმიტომ რომ ვარჯიშის მერე პირდაპირ წავედით იქ მაღაზიაში და ქალაქის ცენტრში იყო ეგ მე გამოვედი თუ კანარგუჭამია და მოკლედ ძალიან მოგშვიდა ეხა ერთი სული გვაქროდეს მივალთ სახლში და შევჭამთ აქ დავასრულებ ამ ბლოგს ხო როგორც ნახეთ ჯერჯერობით სიახლე ისევ არაფერი არ არის და ნახოთ ესე დაგაპდეითებთ ხოლმე ვლოგებით მადლობა ვინც გვიყურებთ Google შემატკივრობთ გამომხნევებელი კომენტარებისთვის მადლობა თუ არ ხართ უკვე ჩემი გამომწერები აუცილებლად გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე ამის შემდეგ ადიოსით დავემშვიდობთ მომავალ შეხვედრამდე hasta luego adiós